გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში დავით სონღულაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ საირიგაციო პროექტებს გაეცნო. მინისტრმა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 165,000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია. ირიგაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფაქტობრივად შეუძლებელი არის ირიგაციის სისტემების გარეშე გამართული სოფლის მეურნეობა, მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი პროექტი, რომელსაც სოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ. ეს არის 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომლითაც საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება რეაბილიტირებული, განახლებული. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლება მელიორაციის მიმართულებით ხელშეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო მეტად, პროდუქტიულობის გაზრდას, რაც თავისთავად ცხადი არის, ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის გაზრდას. სოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს 150 მილიონ ევროიან საინვესტიციო პროექტს, კერძოდ პროექტის ფარგლებში ამ სისტემაზე გაკეთდა დაახლოებით 120 კილომეტრამდე დახურული დაცნევითი საირიგაციო სისტემა, რამაც საშუალება მიცა, რომ ფერმერებს სტაბილურად რა მოცულობის წყალით ჭირდებათ, რომ უპრობლემოდ მიიღონ, დანაკარგები არ არის წყლის. სოფლიო ბანკი ასევე გეგმავს ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას. კახეთის რეგიონში ბოლო აწლეულების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომელიც მოიცავს ქვემო სამგორის სამელიორაციო არხის მარჯვენა ზოლის სრულ რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში განხორციელდა 131 კილომეტრის სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია, რაც ჯამში მოიცავს 40,000 ჰექტარზე მეტ გაუმჯობესებულ სარწყავ არხებს. ბუნებრივია, ეს არის უპრეცედენტო პროექტი კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ჩვენი რეგიონი არის მევენახეობა მეღვინეობის მხარე და ჩვენს ფერმერებს საშუალება ექნებათ განახლებული სარწყავი არხის მეშვეობით უკეთეს პირობებში მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოვლა პატრონაჟი.